მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მევერე, ჩვენ გავდივართ გირჩი ტივის ეთერში, ასევე თქვენ შეგიძლიათ Facebook-ზე და YouTube გვერდზე მოძებნოთ კრიპტობაზარი და გვიყუროთ ლაივში. ჩვენ განვიხილავთ ხოლმე საინტერესო სიახლეებს, ასევე რა ტენდენციები არის ზოგადად კრიპტო ბაზარზე და ყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და მოკლედ ესე მიმოვიხილავთ იმას თუ რაც პრინციპში არის ბევრისთვის ინოვაციური და უკვე ბევრი ადამიანისთვის საინტერესო ტექნოლოგია. სანამ უშუალოდ გადაცემაზე გადავალთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენ და BitNet-ი დავპარტნიორდით და თქვენ ახლა გამოჩნდება ეკრანზე ან გადაცემის აღწერაში თითქმის ყველგან ჯგუფშიც გვაქვს მითითებული თუ როგორ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ BitNet-ზე ჩვენი რეფერალური ლინკით, თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ძალიან ბევრი კრიპტოვალუტა, ივაჭროთ და ასევე BitNet-ის საშუალებით გაიტანოთ. აი ახლა ეკრანზე გამოგიჩნდებათ, ასევე თქვენ YouTube-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ ესეთი რაღაცა, როგორ ვიყიდო Bitcoin-ი და ახლა გამოჩნდება ეკრანზე. ესე იგი, გამოგიჩნდებათ ვიდეო, სადაც ლადო დეტალურად ხსნის, აი ეგერ არის ეს ვიდეო. ახლა გამოჩნდება, სადაც ლადო დეტალურად ხსნის თუ როგორ ვიყიდოთ მარტივად კრიპტო. აქ არის ყველა ინსტრუქცია მოცემული, სხვათა შორის 24 წუთიანი ვიდეო და თავისი ვერიფიკაციიდან როგორ გავიაროთ ვერიფიკაცია, როგორ შევიტანოთ თანხა, როგორ გადავცვალოთ, როგორ გამოვიტანოთ და ყველა ის ნიუანსი არის აღწერილი დეტალურად, რა ნიუანსაც უნდა დააკვირდეთ იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირდებით ბირჟაზე. მოკლედ წარმატებები რეგისტრაციაში. ეხლა რაც შეეხება გადაცემას, გადაცემა ტრადიციულად პირველ ნაწილში ვისაუბრებ რა სიახლეებია ბაზარზე, მეორე ნაწილში მიმოვიხილავ თუ რა ხდება ზოგადად ფასის კუთხით ბაზარზე და მესამე ნაწილში რა თქმა უნდა შევეცდები რომ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს და პრინციპში პირველ სიახლესთან მიმართებაში ეს ტენდენცია ზოგადად ჩანდა, რა თქმა უნდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი საერთოდ კრიპტოსთან მიმართებაში ძალიან კაცრი იყო და პრინციპში ბანკის უფროსმა კრისტინმა საბოლოო ჯამში განაცხადა, რომ ბიტკოინი ვერანაირად ვერ იქნება, ასე ვთქვათ, რეზერვი და რამოდენიმე მაგალითი მოიყვანა თუ რატომ ვერ იქნებოდა, რადგან აქვს პრობლემა ლიკვიდურობაშიო ბიტკოინს, ესე საუბრობს, აქვს პრობლემა ასევე უსაფრთხოებაში და არ არის, ასე ვთქვათ, მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ზოგადად ეს ტექნოლოგია არ არის, ასე ვთქვათ, სანდო დაცული. მან ესე განაცხადა ყოველ შემთხვევაში, რას როგორ თვლიან არ ვიცი და ასევე ციტატა არის, პრინციპში არ გვინდა იმ აქტივებს გავეკაროთო, სადაც ხდება ფულის გათეთრებაო და კრიმინალური აქტივობები და ფულის გათეთრება ფიატ სტანდარტში და უშუალოდ ქეშ სტანდარტში სტატისტიკურად უფრო მაღალია და ამაზე ბევრჯერ ქონდა ჩვენ გადაცემაში საუბარი. სამწუხარო არის, რომ მიდგომები კვლავაც იგივე რჩება, მაგრამ გამონაკლისი სხვათა შორის აღმოჩნდა ჩეხეთი, სადაც განიხილავენ, რომ თავიანთი რეზერვების 5% დაახლოებით იყოს კრიპტოვალუტებში. ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად გულისხმობენ ბიტკოინს და სხვათა შორის დისკუსიების დროს მაგალითად მოყავთ ის ფაქტორი, რომ ეს თავიდანვე რომ დაეწყოთ, როგორ წარიმართებოდა საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, მათი ფინანსური სისტემის მდგრადობა და აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩეხეთში ოფიციალურად ვაჭრობა ხდება თავიანთი ვალუტით და ასევე პირდაპირ არ არიან მიბმული, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ცენტრალურ ბანკს და ეს ტენდენცია სამწუხაროდ ევროკავშირში
არნელდება USDT-თან დაკავშირებითაც კი იცით, ასევე მიკას რეგულაციები მთელი სიმძლავრით არის ჩართული და ფაქტობრივად ეს ახალშემოსულ ადამიანებს, ინვესტორებს უკარგავს, ასე ვთქვათ, ხალის რომ დაინვესტირონ, ასე ვთქვათ, ასეთ აქტივებში. ყველაზე მინიმუმ აქ საუბარი არის ბიტკოინის და იმიტომ გამიკვირდა ბიტკოინის მიმართ ზოგადად მსგავსი დამოკიდებულება, ვნახოთ ტენდენციები როგორც ხედავთ თელ სოფლიოში ნელ-ნელა იცვლება და ის ქვეყანა, რომელიც პრინციპში პრობლემურად აღიქვამდა კრიპტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებზე არის საუბარი, როგორც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ფაქტობრივად კრიპტო ბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვე ახალი ქვენარატივი, ასე ვთქვათ, გამოვლინდა, სადაც ინვესტორები უკვე აკვირდებიან იმ კომპანიებს, რომლებიც დაარსდნენ ამერიკაში და სხვათა შორის ასევე აკვირდებიან იმ კომპანიებს, რომლებიც დაარსდნენ და წავიდნენ ამერიკიდან და როდესაც დაბრუნდებიან, აქ ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, მაქსიმუმ 180 დღის ვადაში უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და სხვათა შორის როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნე, სტაბილურ ქოინებთან მიმართებაშიც კონკრეტულად დოლარს მიბმულ სტაბილურ ქოინებთან მიმართებაშიც იქნება, ასე ვთქვათ, უფრო ლოიალური რეგულაცია, რაც ერთი შეხედვით ზედაპირზე ჩანს. სამწუხაროდ ევროკავშირში ეს მიდგომა არის დაველოდოთ, რადგან თუ მსგავსი ცვლილებები მოხდა, ბუნებრივია ბაზარი ყოველთვის რეაგირებს ამაზე, როგორც სიტუაციაზე ინვესტორები და პროექტები წამოვიდნენ ამერიკიდან და როგორ შეიძლება დაბრუნდნენ, ისე შეიძლება მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებში და პრინციპში ეს რაღაც შედეგს გამოიღებს და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ უკავშირით რაღაც მაინც შეიცვლება, როგორც მინიმუმ კიდევ ერთხელ მე არ მაქვს საუბარი რომელიღაც Solana-ს ან Smart Chain-ის ან Base-ის shitcoin-ზე, მე მაქვს ყველაზე მინიმალური Bitcoin-ზე საუბარი, რომელსაც ფაქტობრივად შემქმნელი არ ჩანს, რეგულატორი არ ჩანს, თავიდან ბოლომდე დეცენტრალიზებულია და ვერ იცვლება და ეს სისტემა ამ სისტემამ აჩვენა რომ მუშაობს და ბევრ გამოწვევებს გაუძლო და ეს სამი პრობლემა რაც დაასახელა ჩემი აზრით ყველაზე მინიმუმ ბიტკოინთან მიმართებაში არ არის რელევანტურია. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლესთან დაკავშირებით, სწორედ აი ამერიკის გამოფხიზლებაზეა და აქ ნახავთ თქვენ კრაკენის ლოგოს, სადაც კრაკენს სხვათა შორის 2023 წლის თებერვალში SEC-მა აუკრძალა, რომ სტეიკინგის პროდუქტი ქონოდა და ჯარიმის სახით 30 მილიონი გადაახტევინა. ბუნებრივია კიდევ ერთხელ ალბათ ბევრ შეიძლება გაგეცინოთ, რომ ცენტრალიზებული ბირჟა რა საჭიროა, როდესაც ვიღაცებს შეუძლიათ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე სტეიკინგი, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ რამოდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ, თუ რა რისკები შეიძლება გქონდეს დეცენტრალიზებულ ბირჟას და შესაბამისად ცენტრალიზებულ ბირჟაში რა იმის დასტეიკება ზოგიერთი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ გააჩნია მომხმარებელი, რა ტიპის მომხმარებელია და როგორ შეუძლია აქტივების დაცვა, ძალიან მიმზიდველი პროდუქტი იყო, სამწუხაროდ ეს ამბები ესე მოხდა და ხო ისაუცრებავ 39 შტატში უკვე ეს ყველაფერი შეიცვალა და დაამატეს, დააბრუნეს მოკლედ კრაკენის ბირჟაზე, დააბრუნეს სტეიკინგის ფუნქცია. ეს შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ აი რას ნიშნავს ეს სიახლე. მე გეტყვით, შეიძლება მომავალში გქონდეს ისეთი პრეცედენტები, როდესაც წარსულში მიღებული გადაწყვეტილების ან ზიანის გამო მოხდეს გარკვეული პირების ან ორგანიზაციების დაჯარიმება და პასუხისმგებლობაში მიცემაც კი, რადგან ეს ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, ზოგიერთ პლატფორმას ან დეცენტრალიზებულ ბირჟას თუ შეეძლო სტეიკინგის უფლების ქონა, რატომ არ შეეძლო ცენტრალიზებულს, ან თუ როგორ არეგულირებდნენ ან დეცენტრალიზებული ბირჟის მუშაობას, ბუნებრივია ზოგიერთ ბირჟაზე და როდესაც airdrop-ებზე იყო ადრესაუბარი ან DEX-ებზე იყო საუბარი, უნდა მიგეთითებინა იყავი თუ არა ამერიკის მოქალაქე ან უпроსტად ამერიკიდან ახორციელებდნენ თუ არა მსგავს ტრანზაქციებს, ბუნებრივია ეს ალბათ ვინც კიდევ ერთხელ გარკვეული ხართ უფრო ღრმად დეცენტრალიზებულ ფინანსებში და ბირჟებზე და ამ ეკოსისტემაში ალბათ მიხვდებით რომ
სასაცილოც კი შეიძლება იყოს. მოკლედ ეს ტენდენცია ჯერჯერობით ჩანს. მე ყოველთვის მაქვს ფხილი ოპტიმიზმი მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ბუნებრივი არის მსგავსი საკითხები შეიძლება, ასე ვთქვათ, შეიცვალოს მით უმეტეს მსგავსი ადმინისტრაციის პირობებში და დაველოდოთ ამ კუთხით მოვლენების განვითარებას. ასევე კომენტარებში დაწერეთ თუ ხართ ამერიკიდან, ვინც გვიყურებთ და რა პრობლემები არის, როდესაც გამოიყენებთ ცენტრალიზებულ ბირჟებს ან ზოგადად კრიპტოპროდუქტს, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა პრობლემებს აწყდებით, ზედაპირულად ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით და სიახლეების კუთხით, მაგრამ რაში გიშლით ხელს თუნდაც დეცენტრალიზებულ ბირჟებზე აქტივობის კუთხით. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან და თქვენი პრაქტიკული გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე როგორც დაგვირდით, მესამე სიახლე იქნება ხოლმე სიახლე წარსულიდან და შევეცდები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვისაუბრო თუ როგორ გარდაიქმნა ნელ-ნელა ილონის დამოკიდებულება ბიტკოინთან მიმართებაში, კრიპტოვალუტებთან მიმართებაში და ერთ-ერთმა ბილიონერმა სხვათა შორის 20 იანვარის თვით იყო 2021 წლის 4 წლით ადრე სიახლეებს საუბრობთ ჩვენ შეესთავაზა და კითხა ილონს შემიძლია თუ არა ბიტკოინით ტესლას ყიდვა, რასაც პრინციპში თქვენ ნახავთ თებერვალ მარტში რა ამბები მოყვა, მაგრამ ეს ტენდენცია რომ აი ბიტკოინით შემიძლია თუ არა რაღაც აქტივის შესყიდვა თავის მხრივ საინტერესოა და იმ პერიოდისთვის ასე ვთქვათ უნიკალურიც კი იყო მსგავსი შეკითხვების დასმა და ამის დისკუსია, რადგან მოგეხსენებათ მოკლედ რომ აი ეს ბიტკოინით რაღაც აქტივებს, სხვადასხვა აქტივების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრობლემა იყო და როგორც ჩვენ ვისაუბრეთ პირველ სიახლეზე საერთოდ არ არის გადახდის საშუალება, ანუ ეხლა ნელ-ნელა შემოდის ეს ნარატივი რომ აი გადახდის საშუალება დაავნერგოთ, ამერიკა ცალსაღადაა უკვე განცხადებული რომ რეზერვის სახით ეს ექნება და ბიტკოინ მაქსიმალისტებს შორისაც და ექსპერტებს შორისაც არის ხოლმე კამათი, რომ ხომ არ ჯობს რომ აი ეს არეზერვო ვალუტის სახე ჰქონდეს ბიტკოინს როგორც მაგალითად ოქრო არის და არა ყოველდღიური გადახდების, თუმცა კიდევ ერთხელ ის საშუალებები, რა საშუალებებიც დაშენდა ბიტკოინზე მეორე შრის ბლოკჩეინები, რასაც layer 2-ებს, ეგრეთ წოდებულ layer 2-ებს ვეძახით, ესენი უფრო ამარტივებენ ბიტკოინით ტრანზაქციებს და შესაბამისად ეს პრობლემაც ნელ-ნელა ასე ვთქვათ ნელ-ნელა გადაჭრილი არის განვითარების შემდგომ სხვადასხვა ეტაპები განვლო პრინციპში მეორე შრის ბლოკჩეინებმა და სხვათა შორის თუნდაც მეორე შრის ბიტკოინის დეველოპერები მადლობლები უნდა იყვნენ smart კონტრაქტების კონცეპტების არსებობის შესახებ, რომელიც მეტნაკლებად მაინც ეთერიუმის დამსახურება. ეს რაც შეეხება სიახლეებს, მაგრამ სანამ ჩარტზე გადავალ, ალბათ თქვენ ნახეთ გადაცემის სათაური და წინა კვირაში მე დაგვირდით, რომ მეტნაკლებად შევეცდებოდი მესაუბრა თქვენთან სუისთან დაკავშირებით, თუ რა პროექტია, ჩაანაცვლებს თუ არა ის Solana მოგეხსენებათ, რომ Solana-ს მიზანია, რომ ეთერიუმი ჩაანაცვლოს და სუის მიზანი არის ასევე თვითონ ეს white paper-ში არ უწერიათ, მაგრამ ზოგადად ბაზარზე განიხილავენ როგორც Solana-ს კონკურენტს, რომელიც საბოლოო ჯამში Solana-ს ჩაანაცვლებს, თუმცა ამ დეტალებში სანამ შევალთ, მოკლე ისტორიას გეტყვით სუისთან დაკავშირებით, ბევრს შეიძლება გახსოვთ, შეიძლება არა, Facebook-ის მიერ Libra პროექტი, რომელიც უნდა ჩაშვებულიყო, შემდგომ გადაკეთდა DM-ად და საბოლოო ჯამში Facebook ეს გუნდი, რომელიც მუშაობდა ამ პროდუქტზე, ასე ვთქვათ, წავიდა ამ პროექტიდან, ეს პროექტები დაიხურა და შესაბამისად ამ გუნდებმა შექმნეს ორი პროექტი, რომელიც ცალ-ცალკე არიან ეს გუნდები, რაღაც ნაწილი დაყოფილი არის, Aptos-ი ცალკე და ცალკე სუი. Aptos-ი უფრო ადრე ჩაეშვა და Aptos-ზე მე დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა რაღაც მაგალითებისთვის Aptos-ის ხსენება დაგჭირდება ხოლმე და ასევე სუი.
თავის მხრივ სანამ უშუალოდ სუიზე გადავიდოდით, სუი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუის აქვს თავისი ენა, ასე ვთქვათ, კოდის თავისი ენა, რომელიც ეგრეთ წოდებული Rust-ის ენაზე არის დაფუძნებული. Rust-ს თავის მხრივ სხვათა შორის Solana იყენებს და ამ ახალ ენას ქვია Movie, რომელიც ახალია, რომელზეც Aptos-იც მუშაობს და Sui-ც მუშაობს და ძალიან ბევრი ინვესტორი თავიდან იმიტომ ერიდებოდა და ეხლაც პრინციპშიერიდება ამ პროექტს, რადგან უშუალოდ ეს არ არის გამოცდილი ტექნოლოგია მათი თვალსაზრისით და ახლა ვნახავთ რა ტრანზაქციების ოდენობებზე და რა რესურსებზე არის საუბარი და ესეც განსახილველია ცალკე. მოკლედ, Movie-ის საშუალებით და ზოგადად იმ პროტოკოლის საშუალებით, რაც Sui-ს აქვს, ტრანზაქციები უფრო სწრაფია, პატარა ცვლილების ხარჯი. ეს პატარა ცვლილება არის ეგრეთ წოდებული ჰორიზონტალური მასშტაბირება და ჰორიზონტალურ მასშტაბირებაში და ტრანზაქციების პარალელურობაში რას მოვიაზრებთ, ახლა ეს ნელ-ნელა განვიხილოთ. და ზოგადად როდესაც თქვენ ერთი საფულიდან მეორე საფულეზე გადარიცხავთ აქტივს, ბუნებრივია ბლოკჩეინში ამ საფულეებზე არსებული ბალანსების აღრიცხვა ხდება. მაგრამ Sui-მ შეიმუშავა ის ტექნოლოგია Movie-ის საშუალებით ამ პროტოკოლის დახმარებით პრინციპში, რომ არ ყოფილიყო მსგავსი მიდგომა და ეს მიდგომა იყო ეგრეთ წოდებული ობიექტზე ორიენტირებული, რა იგულისხმება სიტყვაზე არის NFT და ერთი NFT გადავიტანეთ ერთი საფულიდან მეორე საფულეში და საფულების აღრიცხვა კი არ ხდება, უშუალოდ NFT სად იმყოფება ახლა, ამის აღრიცხვა ხდება, ანუ ობიექტი ამ შემთხვევაში არ არის საფულე, ამ შემთხვევაში არის NFT და როგორც წინა გადაცემაში გითხარით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ NFT სხვაგან, ის NFT, რომელიც ლიკვიდურობის პროვაიდერია, ან ზოგადად რამე სტეიკინგის შემდგომ დაფიქსირდა თქვენ საფულეზე, რადგან ფაქტობრივად ვის საფულეშიც იქნება ეს NFT, იქიდან დაიწყება ათვლა და ასე ვთქვათ ობიექტი ამ შემთხვევაში იქნება ის, რაზეც გვაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში NFT და შესაბამისად თქვენ დაკარგავთ თანხებს. მოკლედ, ეს რისთვის შეიძლება დასვათ კითხვა, რისთვის შეიქმნა ეს? ეს ამარტივებს რამოდენიმე მიმართულებით ბლოკჩეინის პარალელიზებას ახდენს ტრანზაქციების, პირობითად ტრადიციულ ბლოკჩეინებში მიზეშედეგობრივად ხდება ზოგადად ტრანზაქციები, ერთი ტრანზაქციის მერე დროის მიხედვით და გადასახადის მიხედვით მეორე მოდის, მაგრამ განვიხილოთ კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მაგალითი, წარმოიდგინეთ დაუშვათ და მე და ლადო მე ლადოს ვუგზავნი NFT-ს და დავუშვათ და ლუკა და ავთო ერთმანეთში აგზავნიან Sui-ზე არსებულ ტოკენს და ანუ ორმხრივი ტრანზაქცია მოხდა. მე ლადოს გავუგზავნე რაღაც, ლადომ გადმომიგზავნა უკან და სიტყვაზე პირველი ჩემს მიერ ლადოსთან გაგზავნა მოხდა, შემდგომ ავთომ ლუკას გადაუგზავნა რაღაც ტოკენი, შემდგომ დროის მიხედვით ლადომ პირობითად გადმომიგზავნა სხვა NFT და საბოლოო ჯამში ლუკამ გადაუგზავნა უკან ავტოს. თანმიმდევრობის მიხედვით ჯერ ჩემი ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო, შემდგომ ავთოს ტრანზაქცია, შემდგომ ლადოსი და შემდგომ ლუკაში. ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი კატეგორიის ობიექტია NFT, ამ შემთხვევაში იქვე ხდება ამ ტრანზაქციის გაგზავნება და პარალელურად არსებობს სხვა ტიპის აქტივის ტრანზაქცია და ეს ამცირებს იმ დროს, რა დროის გამოწვევებიც არსებობს ზოგადად ბლოკჩეინთან მიმართებაში და არსებობს ასევე ტრანზაქციების სიჩქარესთან მიმართებაში და თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს ამ კუთხითაც საინტერესოა და მეტიც სწორედ ეს ტექნოლოგია სამომავლოდ და რა მომავალზეც არის საუბარი, აქაც ვიმსჯელებთ, სამომავლოდ გაამარტივებს, ასე ვთქვათ, ისეთი თამაშების გამოყენებას, რომელიც იქნება Sui-ის ბლოკჩეინზე დაშენებული და ფაქტობრივად NFT-ების გადაცვლა, გადმოცვლა და სტატუსების შეცვლა უფრო მარტივი იქნება, რადგან ეს უფრო მარტივია, ანუ თვითონ NFT-ს ეცვლება მახასიათებელი და არა საფულეების თავიდან ბოლომდე აღრიცხვა და უფრო პატარა ინფორმაციის დადასტურება ხდება და ეს როგორ გამოიყენა Sui-მ, ამაზეც ვისაუბრებ. მაგრამ სანამ ეს პროექტი ჩაეშვებოდა, მანამდე ასევე მინდა განვიხილოთ, თუ როდიდან დაიწყეს
გუნდის წევრებმა თანხის მობილიზება 2021 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბერში თქვენ მოგეხსენებათ რომ ფაქტობრივად ნოემბერში უკვე ბიტკოინის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირებულია და უკვე ბაზარზე ძალიან ბევრი ინვესტორი არსებობს დაახლოებით 400 მილიონამდე მოაგროვეს თანხა და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ამ 400 მილიონის გარდა ძალიან დიდი თანხა ჩადო FTX-მა რის სანაცვლოდაც ტოკენები რის სანაცვლოდაც Swiss coin-ები მიიღეს და როდესაც FTX-ის ამბები მოხდა დამფუძნებლებმა მოკლედ გამოისყიდეს FTX-ისგან ეს ტოკენები, რადგან შემდგომში რაიმე სიურპრიზი არ მომხდარიყო. ტესტნეტი უშუალოდ Swiss ტესტნეტი 2022 წლის აგვისტოში ჩაეშვა, ხოლო მეინეტი, ანუ ის რასაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ 2023-ის აპრილ-მაისში და ამის შემდგომ პრინციპში სულ მუშაობს სამწუხაროდ მუშაობასთან დაკავშირებითაც არსებობს რამოდენიმე პრობლემა და ამასაც შევეხებით, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტექნოლოგია proof of work-ზე არ ხდება ეს ყველაფერი, proof of stake-ზე ხდება და ვალიდატორები პრინციპში ვალიდატორებთან ხდება, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაგზავნა, შემდგომ ვალიდატორები თავისი წონის და მიხედვით ადასტურებენ ან უარყოფენ ტრანზაქციას და საბოლოო ჯამში ვისაც უფრო მაღალი წონა აქვს და ჯამურად თუ მაღალი წონის მქონე ვალიდატორები ადასტურებენ, შესაბამისად ამ პრინციპით ხდება დადასტურება და ეს ბევრისთვის არ არის და მათ შორის ჩემთვისაც არ არის ოპტიმალური ვარიანტი, რადგან უნდა აღვნიშნოთ, რომ Swiss ძალიან ცოტა ვალიდატორი ყავს, ეხლაც საიტზეც გადავამოწმებთ შემდგომ 109-მდე ვალიდატორი არის, რაც ასე ვთქვათ, უსაფრთხოების და დაცულობის რისკებს აძლიერებს. შეიძლება ამან და ეს უზრუნველყოფს პრინციპში იმას, რომ ტრანზაქციები სწრაფი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ის დილემა რაც არსებობს, ტრილემაც პრინციპში ის დილემა რაც არსებობს და ტრანზაქციის სიჩქარის უსაფრთხოების და ფასთან დაკავშირებით ის ნაწილი ამის ხარჯზე რომ უსაფრთხოების პრობლემა შეიძლება გქონდეს ძალიან დიდი არის. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და ხაზს გაუსვამ იმ ფაქტს, რომ SUI თავის მხრივ, როგორც თქვი, movies, ასე ვთქვათ, სკრიპტზე მუშაობს, movies ენის გამოყენება ხდება, movie თავის მხრივ ახალი პროდუქტი არის, რომელიც როგორც თქვი, რასზე არის დაშენებული და თავის მხრივ არსებობს კიდევ რისკები, რომ ამ განვითარებაში შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს, ასევე ობიექტზე ორიენტირებული მსგავსი ბლოკჩეინები ნელ-ნელა შემოვიდა ბაზარზე და ეს საინტერესო პროდუქტია თავის მხრივ, რადგან ჯერ კიდევ სრული პოტენციალი თუ რა სრული პოტენციალი შეიძლება გქონდეს ამას არ ვიცით, შეიძლება 2025-ის განმავლობაში ვიხილოთ ისეთი გამოყენება ამ ტექნოლოგიის, რომელმაც შეიძლება გაამარტივოს ზოგადად Web3-ში ადამიანების შემოსვლა და ასე ვთქვათ მარტივი შეძლოს ამ ტექნოლოგიების გამოყენება. აქვე მცირე კომენტარსაც და შემდგომში გრაფიკასაც გაჩვენებთ მოკლედ თუ რა ხდება ზოგადად ტოკენებთან მიმართებაში 10 მილიარდი კოინი არის 10 მილიარდი კოინი არის ზოგადად იქნება მაქსიმალურად ჩაშვებული. ეხლა თუ არ ვცდები 12%-ია გამოთავისუფლებული. ეს თავის მხრივ ნელ-ნელა მოხდება ამ კოინების გამოთავისუფლება და ამასაც ვნახავთ. ასევე, როდესაც თქვენ ტრანზაქციის საკომისიოს იხდით, ასევე წინასწარი იხდით ამ ინფორმაციის შენახვის საკომისიოს, რაც თავის მხრივ, როდესაც მოხდება განახლება სისტემის, რამოდენიმე განახლება არის საჭირო, შეიძლება შემცირდეს, უფრო დაიხვეწოს და გადავიდეთ მოკლედ პრობლემებზე. კი იმუქრება SUI, რომ ასე ვთქვათ, Solana-ს ჩაანაცვლებს, მაგრამ სამწუხაროდ და შეიძლება ეს განვითარების ამბავია და სწორედ ამიტომაც
დიდი ალბათობით სწორედ ამიტომაც არ ჩქარობს ეთერიუმი განვითარებას, რადგან სწრაფად განვითარების შემთხვევაში შეიძლება ისეთი შეცდომები დაუშვათ, სადაც ფაქტობრივად ქსელის გადატვირთვა შეიძლება მოხდეს, ან ცუდ შემთხვევაში თანხების დაკარგვა. მოკლედ, ნელი ჩარევების და მიუხედავად რამოდენიმე პრობლემა იყო სუისთან დაკავშირებით. პირველი პრობლემა 2023 წლის მაისშივე დაფიქსირდა, რამოდენიმე თვის წინ, 2 თვის წინაც მსგავსი პრობლემა იყო, რომ ფაქტობრივად ბლოკჩეინი გაითიშა და ეს თავის მხრივ არ არის სასიამოვნო, თუმცა კიდევ ერთხელ თუ დავაკვირდებით Solanას და Suisdas, ჯერჯერობით სუი ამ კუთხით ახალშობილია და შესაბამისად განვითარების ამ ეტაპზე არ ვამბობ კარგია, მაგრამ განვითარების ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მსგავსი რამ. აქვე შეიძლება თქვენ აღიქვათ, რომ აი როგორ შეიძლება იყოს ეს უარყოფითი, ასე ვთქვათ, სიახლე, მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება ესე ითქვას, ახლა ეკრანზე გამოჩნდება, მათ დაანონსეს და წინასწარ შეგიძლიათ Sui Place შესყიდვა, რომელიც თავიანთი როგორც თვითონ ამბობენ, უზრუნველყოფს მოკლედ Sui blockchain-ზე არსებული თამაშების და ინფრასტრუქტურის გადატანას ამ კონსოლში. ძალიან ბევრი თამაშები დაემატება, ასევე უფრო მარტივი იქნება blockchain-ის მეშვეობით თამაშებში NFT-ების გაცვლა, სხვადასხვა აქტივების გადაცვლა და ასევე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სლოგანი და ერთ-ერთი ნარატივი არის ის, რომ მოიპოვოთ უკაცრავად მოიპოვოთ ჯილდოები ტრანზაქციების შემდგომ და შესაბამისად მოკლედ ეს მსგავსი რამ ვიხილეთ Solanას ტელეფონზე, გახსოვთ ალბათ, რომ აი Solan's ტელეფონი არის ისეთ ტელეფონი, რომელიც მარტივს გახდის blockchain-თან ურთიერთქმედებას კი Solan's ტელეფონის პრობლემებს შემდგომ დაერიცხათ airdrop-ი, მაგრამ რისი თქმა მინდა, ჩემი აზრით ჯერ ადრე იყო მსგავსი პროდუქტის შემოთავაზება, მათ შეეძლოთ ჩემი მოგზაურებული აზრით უკვე არსებული კონსოლებისთვის შეთავაზებინათ სერვისი კონკრეტული თამაშების ფარგლებში და შესაბამისად ჯერ იქ გამოეცადათ, შეიძლება ბეტა ვერსიებში ან დახურულ ვერსიებში მსგავსი რამ იყო, მაგრამ უპრიანი იქნებოდა ჩემი აზრით, რომ მსგავსი რამ განეხორციელებინათ. აქვე როგორც ვისაუბრე, თანხების ასე ვთქვათ მიმოცვლასთან დაკავშირებით და ცირკულაციაში, ანუ ბაზარზე კოინების ჩაშვებასთან დაკავშირებით, რაც თავის კუთხით ინფლაციას გამოიწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც პირველი გახსნა მოხდა სექტემბერში, ანუ დიდი გახსნა მოხდა თანხების და ჩაშვება, მაშინ იყო საუბარი, რომ აი შემოდგომას დაეცემა Sui ფასი და პირიქით ბაზარზე ფაქტობრივად საწინააღმდეგო მოხდა და აქ თუ დავაკვირდებით, აქ პირველი ასე ვთქვათ ჩაშვება, ერთ-ერთი დიდი ჩაშვება იქნება 2025 წლის მაისში. და თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა ნახოთ მოკლედ რამდენი Sui დაემატება. ეს თავის კუთხით დეფლაციური არ არის და ინფლაციური არის და ეს გასათვალისწინებელია თუ იმ თეორიას დაუჯერებთ, რომ 2026 წლიდან შეიძლება bear market-ი დაიწყოს, შესაბამისად ამან შეიძლება იქონიოს გავლენა თავის მხრივ სისწრაფით, როგორც წინაზე ვთქვი და პრაქტიკული გამოყენების ხრივაც სისწრაფის პრობლემა არ აქვს blockchain-ს. ეხლა ჩვენ ნახოთ Sui Visions-ზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ დღიურად რამდენი ტრანზაქცია მიმდინარეობს. აქვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენი არის ასე ვთქვათ ჩაკეტილი, რა ფინანსები არის მოთავსებული ამ ინფრასტრუქტურებში. მზარდი დინამიკა არის, ხედავთ რომ მზარდი დინამიკა არის, აი ახლა გამოჩნდება მზარდი დინამიკა არის, ასევე მოცულობების შანსი, ტრანზაქციების ოდენობაც არც თუ ისე ცოტა არის და აქტიური მომხმარებლებიც ნელ-ნელა იზრდება. აქვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა პროტოკოლები. ძირითადად, როდესაც ანალიზს ვაკეთებდი Sui-ს, ძირითადად არის სესხზე ორიენტირებული პროდუქტები, რასაც სხვადასხვა თავისი რისკი აქვს. ასევე არის პროდუქტები და ჯგუფში იკითხე საინტერესო შეკითხვა იყო, რომელ პროდუქტს როგორ დავასტეიკოთ ჩვეულებრივად. სტეიკინგის ჯილდო არის 3%-მდე, ბევრისთვის ცოტა შეიძლება იყოს, მაგრამ ეგრეთ წოდებული liquid staking-ის შემთხვევაში პროცენტები იზრდება იმის მიხედვით, თუ რომელ აპლიკაციას იყენებთ, რომელ
ასე ვთქვათ, პროდუქცია ყენებთ სუისას. სხვათა შორის ნელ-ნელა არის სუის ეკოსისტემაში airdrop-ები, დეცენტრალიზებული ვაჭრობის საშუალებაც გაქვთ ასევე არის საშუალება იმის, რომ შექმნათ meme coin-ები, NFT marketplace-იც არსებობს სხვათა შორის და NFT marketplace-თან და ზოგადად კიდევ ერთხელ გაფრთხილება არის, ასე ვთქვათ, სუის NFT-ებთან დაკავშირებით, რომ ფრთხილად იყავით, რადგან თქვენ შეიძლება გასაყიდად დადოთ ისეთი NFT, სადაც liquid staking-ში გაქვთ მოთავსებული თანხა და ფაქტობრივად სხვას გაუგზავნოთ ეს თანხა გაყიდვის შემთხვევაში თქვენ და უნებურად. პროდუქტების ჩამონათვალი არის ასევე საფულეებში, საფულის ინტერფეისიც არც თუ ისე რთული არის, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აქ აპლიკაციები, დაუკავშირდეთ ყველა აპლიკაციას მოკლე აღწერა აქვს. ძალიან ინტუიტიური ინტერფეისია, არაფერი რთული და განსაკუთრებული და სტაბილურ coin-ებთან მიმართებაშიც არის რამოდენიმე პროდუქტი, მაგრამ მე პირადად ჯერჯერობით ჩვეულებრივი სტეიკინგის გარდა და ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ლიკვიდურობის მიმწოდებელი ვიყო წყვილთან მიმართებაში და არა coin-თან მიმართებაში და სინთეტური აქტივები იქნება, ვინც გამოიყენებთ ზოგადად სესხების პროდუქტს, ალბათ იცით, რომ რა თანხასაც ჩადებთ, რა აქტივსაც ჩადებთ, იმ აქტივის წილი თანხა გეკუთვნით და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სხვა პროდუქტი, მაგრამ ეს თანხა პირდაპირ არ იქნება სუი ან სტაბილური coin-ი, ეს იქნება სინთეტური აქტივი, მანამდე სინთეტური აქტივი უნდა შეიძინოთ სიტყვაზე S სუი შეიძლება იყოს, F სუი შეიძლება იყოს, ძალიან ბევრი პროდუქტია და აქვე რაც შეიძლება არ არის ასე ვთქვათ გასამახვილებელი ყურადღება, მაგრამ ერთ-ერთ საიტზე როდესაც გადავდივარ, მეუბნება რომ 99%-ით ეს უსაფრთხოა, თუმცა კიდევ ერთხელ აქ შეიძლება მიზეზად მოგიყვანონ ის, რომ იცით რა მოვზე დაწერილმა კოდში რაღაც პრობლემა ქონდა, შესაბამისად მოხდა თანხების გადინება, მოკლედ რისი თქმა მინდა და რა არის ძირითადი მიზეზი, რასაც სუისთან მიმართებაში, როდესაც სუიზე დაკვირვება დავიწყე, ახალი პროდუქტია და ახალ პროდუქტს მით უმეტეს როდესაც გადაცემაში ვახსენებთ, ბევრჯერ უნდა ვახსენოთ ეს ფაქტი, რომ ახალ პროდუქტს ახლავს თავისი რისკი და პლუს კიდევ ახალი პროდუქტი, რომელიც ასე ვთქვათ, ახალი პროგრამირების ენის მიერ არის შექმნილი, ფაქტობრივად ორმაგი რისკი გვაქვს და შესაბამისად აქ მოთავსებული სხვა, ასე ვთქვათ, სხვა პროდუქტებიც არც თუ ისე უსაფრთხო შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა ამ კუთხით ზოგადად ფინანსურ რჩევას არ ვიძლევით ჩვენ და ბუნებრივია ვერც ვერავინ მოგცემთ ფინანსურ რჩევას, თუმცა კიდევ ერთხელ ის რომ ნელ-ნელა მზარდი არის ტრანზაქციები, ის რომ ნელ-ნელა შედის ამ ეკოსისტემაში თანხები, ძალიან მარტივად ჩანს. ასევე აქ შეიძლება შეგხვდეთ ძველი პროექტები, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ, ამასაც დააკვირდით. სანამ დაიწყებთ უშუალოდ საფულეზე ძალიან იშვიათად არის, საფულე მაგიტომ გაჩვენეთ, რომ საფულეზე ძალიან იშვიათად არის შეგხვდეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ თავი ყოველთვის დაიზღვიეთ, გადადით მათ Twitter გვერდზე, გადადით Discord გვერდზე, ნახეთ რამდენად აქტიურები არიან და ამის შემდგომ გამოიყენეთ ესა თუ ის პროდუქტი ამ blockchain-ში, აი ხედავთ ფაქტობრივად ძალიან ცოტა ოდენობის პროდუქტია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ამ კუთხით. ასევე ერთ-ერთი პრობლემა რაც შეიძლება იყოს უშუალოდ ამ ენასთან მიმართებაში, უშუალო კონკურენტი არის Aptos-ი, სხვათა შორის ტრანზაქციების კუთხით არც თუ ისე სუსტი არის Aptos-ი, ასევე გასათვალისწინებელია Aptos და სუის ერთმანეთს შევადარებთ. Aptos ფაქტობრივად ცენტრალიზებულ სისტემებთან ამერიკაში ნელ-ნელა აგვარებს, ტენდენცია აქეთკენ მიდის, მოკლედ, რომ მოაგვაროს, ასე ვთქვათ, მათთან ურთიერთობა, თუმცა კიდევ ერთხელ ეს წარსული ინფორმაცია და ახალი ადმინისტრაციის პირობები შეიძლება სუის არ გაუჭირდეს და მისთენ ლაბის მოკლედ შემქმნელებსაც არ გაუჭირდეთ საბოლოო ჯამში მსგავსი მოლაპარაკებები, თუმცა ჩემთვის
ესე იგი ახალი ენა არის პრობლემა, თავი რომ დავანებოთ გუნდს, მეორე პრობლემა არის ვალიდატორების სიმწირე და იმედია მინიმუმ ამ ორი პრობლემის მოგვარება მოხდება. ასევე თქვენ შეიძლება თქვათ და ეს გააჩნიათ თქვენ რას აკვირდებით ამის და მიხედვით ინფლაცია შეიძლება პრობლემა, ინფლაცია ზოგადად პრობლემა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მსგავსი პროექტის შემთხვევაში ნახეთ ინფლაციასაც როდესაც აკვირდებით თუნდაც ახალ პროექტებში, გაითვალისწინეთ რა ის ფაქტი და აუცილებელია მოკლედ ეს ფაქტი გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება იმდენი მომხმარებელი შემოვიდეს ამ ბლოკჩეინში, რომ მსგავსი ინფლაცია გადაიწონოს. ეს უხეშად ჩანს ხოლმე ბულ მარკეტის შემთხვევაში, როდესაც თანხები შემოდის უფრო მარტივად კრიპტოში, ძალიან ბევრი ადამიანი არის აყოლილი ეიფორიას, მაგრამ თუნდაც bear market-ში კლების ბაზრის შემთხვევაშიც ეს კორელაციაც არის სანახავი, საშუალო ICO ფასი არის $0.1 და ამიტომ მსგავსი მითები რომ ახლა $4 არის და $4-დან $0.1-მდე როგორ ჩამოვა, ძალიან კარგად შეიძლება ჩამოვიდეს, რადგან მინიმუმ 400 მილიონი არის შესული ამ ფასზე და შესაბამისად როგორც Solana-სთან დაკავშირებით იყო საუბარი, მე მახსოვს, აი $200-მდე როდესაც ავიდა 20-21-ში, მაშინ იყო საუბარი აი $10 და $10 კი არა $50 ვერ ჩამოწდება, რადგან არ ვიცი რა იყო, რადგან და ICO ფასი $0.2 იყო თუ არ ვცდები Solana-ში და შესაბამისად ეს ტენდენციებიც სანახავია და ამ ტენდენციებსაც უნდა დააკვირდეთ. ასევე შეგიძლიათ სამომავლო ანალიზები გააკეთოთ იმ კუთხით თუ აი წინა ციკლთან დაკავშირებით Solana-ში რა ბაზრის კაპიტალიზაცია იყოს თეორიულად, შეიძლება სუიშიც ეს ბაზრის კაპიტალიზაცია იყოს და ამ ანალიზებით სადღაც $20-დან $25-მდე შეიძლება მერყეობდეს სუის ფასი, თუმცა კიდევ ერთხელ მსგავსი ანალიზები საფრთხილოა. თქვენ ალბათ კრიპტობაზრის ახალმა მაყურებლებმა შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ძველმა მაყურებლებმა იცით, რომ ამ ინდუსტრიაში მსგავსი პროგნოზები შეიძლება, მაგრამ მსგავსი ავა ამ ფასზე ან ეს ფასი იქნება ამ აქტივის ბუნებრივია ამის თქმა ძალიან რთულია. მოკლედ, გადაცემის პირველი ნაწილი მეტნაკლებად ამით მოვრჩით, ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილში, სადაც ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რა ხდება ბიტკოინის თავს. ახლა გამოჩნდება ეკრანზე მოკლედ ბიტკოინის ჩარტი. სიტუაცია უცვლელია, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ერთი დღის მონაცემები ვნახოთ წინააღმდეგობასთან მიმართებაში. ასევე თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ პრინციპში 2021 წლის იანვრის ერთ-ერთში რა თქმა უნდა ფასების მოძრაობა არ იქნება ხოლმე ამ ბაზარზე, მაგრამ რა ტენდენციები იყო მაშინაც, როგორ იყო გააქტიურებული ეს სიახლეს წარსულიდან ტყუილად არ ვსაუბრობთ. ამ კუთხის საინტერესო წინააღმდეგობასთან არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვაჭრობის მოცულობები იმოდენობის არ არის და ჩვენ ამ პერიოდში ბევრი ლიკვიდაციებიც ვიხილეთ და ვერ მოხდა ამ ფასის ათვისება, თუმცა კიდევ ერთხელ კარგად გამოიყურება ბიტკოინის ჩარტი, წინააღმდეგობასთან მიმართებაში შეჯერებით პრობლემები არ არის, მაგრამ ყველაზე მინიმუმ და ყველაზე რეალისტური, რომ ბულ მარკეტიც გაგრძელდეს და პრობლემაც არ იყოს, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ისეთი ზონების მონახულება, რომელიც არის 88,000, 99,000, უფრო ყველაზე მინიმუმ ზედაპირული ანალიზით და ამითაც კი შეიძლება, ასე ვთქვათ, აქ მოვინიშნოთ მაინც რა იცით რა ხდება, აქ მოვინიშნოთ ეს დიაპაზონი, ამითაც კი არ შეიცვლება და არ გადავადდება ბულ მარკეტი, შეიძლება ამ დიაპაზონში ვიმოძრაოთ უპრობლემოდ და თქვენ ხედავთ, რომ აი შარშად დაღმავალი არხი იყო დაახლოებით ნახევარი წელი და ნახევარი წლის შემდგომ კი ნახეთ როგორი გარღვევა მოხდა ამ არხის, აი ძალიან ამას გარღვევა იყო ტექნიკურადაც თუ შეაფასებთ, რადგან ამოდენიმეჯერ მოხდა ასე ვთქვათ დადასტურება და შემდგომ უკვე აი ამ ნიშნულიდან სწრაფი პანიკური შესყიდვები, მოკლედ ბიტკოინის ამ კუთხით დაველოდოთ. აქვე გადავამოწმოთ ვინც ეგრეთ წოდებულ altcoins ელოდებით, მაინც გადავამოწმოთ ბიტკოინის დომინაციას თან დაკავშირებით რა ხდება და ბიტკოინის დომინაციამ პრინციპში ერთ-ერთი ზღვრული გადაკვეთა და მიდის ახლა ამ ზღვრულის
ამ წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, გამოცდა საკმაოდ კარგი დომინაციით გამოირჩევა, ანუ დომინაცია კიდევ ერთხელ გამომარტავთ, არის მთლიან კრიპტობაზარში ბიტკოინის წილი, რა თანხები არის შესული ბიტკოინში. აქ კიდევ ერთხელ სტაბილური კოინებიც მოიაზრება ამ ჩარტში და ის მოთხოვნა, რაც მე თითქმის მთელი bear market-ის დროს ქონდა 60%-იანი მოთხოვნა დაფიქსირდა, უფრო მაღალი სიმართლე გითხრათ არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ უფრო მაღალი დაემთხოს, რომ აი ქვეყნები ყიდულობენ ბიტკოინის რეზერვებს ამ მსგავსი, მაგრამ მსგავსი განცხადებები სხვათა შორის შეიძლება უკვე როდესაც დომინაცია ვარდება ბიტკოინის და მანამდე რაღაც ხდება მსგავს პერიოდში იყოს და შესაბამისად დომინაციის კუთხით შეიძლება ვერ აღვიქვათ და ვერ ვნახოთ ეს ასე ვთქვათ, ეს ამბავი კვირის ჭრილში თუ შევხედავთ, დომინაცია იკლებს, დაველოდოთ კვირის დახურვას ვნახოთ და მსგავსი შეიძლება იყოს ბევრისთვის სიგნალი, რომ ეხლა ხომ არ არის შემთხვევით დრო, რომ შევისყიდოთ სხვადასხვა ალტკოინებს. შეიძლება ბევრმა ანალიტიკოსმა ესეც იფიქროს, უცებ გადავხედოთ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტს. ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტს კი შეიძლება კვირის ჭრილში თქვათ, რომ რაღაც საყრდენთან არის, თუმცა კიდევ ერთხელ სანამ სერიოზულ მოძრაობას არ ვიხილავთ და ჯერჯერობით პრინციპში სერიოზული მოძრაობები არ ჩანს, ჩვენ შეგვიძლია ეს დიაპაზონი ავიღოთ უხეშად, მანამდე ის რომ ძველი კლასიკური ალტსეზონი, რასაც ეძახდნენ, რომ თანხების ნაწილი ჯერ გადადის ეთერიუმში და ეთერიუმიდან გადავა შემდგომ სხვა კოინებში ფაქტობრივად ეს ეტაპი გამოვტოვეთ მემე-კოინების გამო, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ დაველოდოთ 25 წელი წინ არის, წინასწარ ამ კუთხითაც ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუმცა ჯერჯერობით არ დაშვებულა, ანუ თუ 22 წლის უკაცრავად თუ 21 წლის ამბები და 22 წლის ამბები პრობლემა არ იყო განვითარების კუთხით, შესაბამისად ის შეცდომებიც არა, ის დაუდევრობები რა დაუდევრობებიც ხდება ახლა ეთერიუმის განვითარებასთან მიმართებაში, შეიძლება პრობლემა საერთოდ არ იყოს ბაზრისთვის. მე პირადად ველოდები ეთერიუმს და ტექნიკურად ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ აი ბიტკოინიდან ნახდად ეთერიუმში არ გადადის თანხები, ეს თალსაღა არის. სადაც შეიძლება გადადიოდეს ეს თანხები, არის Solana და Solana-ში ერთი დიაპაზონი, ხო? Solana-ს ერთ დიაპაზონზე არის საუბარი და ამ დიაპაზონს არ გაცდენლა და ამ დიაპაზონის არ გაცდენად საბოლოო ჯამში შეიძლება არაფერს არ ნიშნავდეს, რადგან ჩვენ წინა გადაცემაში განვიხილეთ, რომ ეთერიუმი გარკვეულ დიაპაზონში იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში და აქვე უბრალოდ გადავხედოთ ჯერ სუი დოლარის ჩარტს, ხო, სუი დოლარის ჩარტს, ახალი და გასაოცარი ამ კუთხით არაფერი, ფაქტობრივად თავისუფალ ბრუნვაშია, თქვენ მაღლა შეგიძლიათ ნახოთ ეგრეთ წოდებული განგრძობითი ფიბონაჩის ხაზები თუ პოტენციურად რა ფასზე შეიძლება იყოს, ან დათვალოთ თეორიულ მიახლოებით კიდევ ერთხელ ინფლაციის გათვალისწინებას თუ იქნება მთლად უკეთესი, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე თეორიულად რა თანხებს შეუძლება მიუახლოვდეს. გასაოცარი ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, თუმცა მსგავს პროექტებს მით უმეტეს ბიტკოინთან მიმართებაში, როდესაც არის საუბარი ვაჭრობაზე, უნდა დაველოდოთ. მოკლედ გადაცემის მეორე ნაწილი დასასრულს მივახტოვდა. ეხლა გადავიდეთ გადაცემის მესამე ნაწილზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და შეძლებლის დაგვარად. მოკლედ მე ვეცდები რომ უპასუხო, ასევე ვცდილობ ხოლმე საინტერესო შეკითხვები ვნახო და ამის და მიხედვით დაიგეგმოს გადაცემა. ტრადიციულად რა, ახალი ტრადიცია გვაქვს. პირველი მაინც YouTube-ის კომენტარებს ვნახავთ და ვნახოთ პირველი კომენტარი. ნიკა, ინფორმაცია თუ გაქვს გერმანიის და სხვა ევროპის კონსერვატორების ფლანგის განწყობა კრიპტოსთან დაკავშირებით, ესე კონსერვატორების განწყობასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ ვიცი თუ ასე ვთქვათ აქაც შეიძლება დეფინიციებში და განმარტებებში ავიხლართოთ მიმარჯვენეებსა და იმ კონსერვატორებზე, რა კონსერვატორებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ თუ ის კონსერვატორები გერმანიაში და ევროპაში ვინც არიან მიყვებიან ამერიკის ნარატივს, ბუნებრივია ამერიკის ნარატივის მიხედვით კი ხვდებით კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით რა ხდება და კონკრეტული ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს.
სუის ტოკენების ანლოკი როდი ხდება ხოლმე. სუის ტოკენების ანლოკი ნახეთ პრინციპში გადაცემის განმავლობაში CoinMarketCap-ზე შეგიძლიათ ნახოთ ან token unlock-ზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში უნდა დარეგისტრირდეთ უბრალოდ token unlock-ზე და უფრო კარგი წვდომა რომ მიიღოთ რეგისტრაციის შემდგომაც არის რაღაცები გასავლელი. თქვენი აზრით ინსტიტუციებს შემოსვლა და სტაბილურებს თუ არა შედარებით კრიპტო ბაზარს და ძალიან დიდ დამპს აღარ ვიხილავთ bull market-ის შემდგომ. ჩემი აზრით და ინსტიტუციების შემოსვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის თანხები შემოსული და გააჩნია რა თანხა შემოვა. ანუ თანხაზე არის აქ საუბარი, რა თანხა შემოვა და რა ინტენსივობით, რადგან კიდევ ერთხელ ვიღაცა როდესაც ყიდულობს აქტივს მეორე მხარეზე ვიღაცა ყიდის ამ აქტივს ეს და იმახსოვრებთ და ვიღაცის შემოსვლა ბაზარზე იმის საშუალებაა რომ მეორე მხარე გავიდეს. თუ მეორე მხარის გასვლის ცნება იქნება დიდი, შეიძლება ამან შეაფერხოს სხვადასხვა ინსტიტუციების შემოსვლა და დაიწყონ ისევ ის ამბები, რასაც ძალიან მარტივად საუბრობენ, რომ აი ბიტკოინის გამოიყენებენ მხოლოდ კრიმინალები და საშიშია მისი გამოყენება არის უსაფრთხო და 1000 სისულელები მარტივად რომ ვთქვათ და მოკლედ ამ ბალანსზე არის ყოველთვის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ბევრი საფულე არსებობს, რომელიც მიძინებული არის, რომელზეც ძალიან ბევრი ბიტკოინია 13 წლის წინ, 12 წლის წინ შექმნილი საფულეები და ეს ადამიანები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზეც არის დამოკიდებული ბევრი რამ. მოკლედ ამ ბალანსზე არის დამოკიდებული ბევრი რამ. როდესაც coin გამოდის და Binance-ი არ არის დალისტური, როგორ შეიძლება შევიძინოთ Binance-ზე თუ არ არის დალისტური, პირველ რიგში სხვა ბირჟაზე ნახავთ, სხვა ბირჟაზე თუ არ არის დალისტული, დეცენტრალიზებული ბირჟების საშუალებით შეგიძლიათ შეისყიდოთ, თუმცა კიდევ ერთხელ გააჩნია რომელ ბლოკჩეინზე არის, ასევე ჩვენ გუშინ კრიპტობაში ვისაუბრეთ ამაზე, რომ უნდა დავაკვირდეთ ზოგადად კონტრაქტს როგორია, კონტრაქტში შეიძლება იყოს რამოდენიმე ისეთი ფუნქცია ჩადებული, სადაც თანხა შეიტანთ და ვერ გაყიდით, თანხა შეიტანთ, გაყიდით, მაგრამ საკომისიო დიდი იქნება, ან პირდაპირ ვიღაცის ანგარიშზე გადავა თანხა, ან smart კონტრაქტში იქნება ფუნქცია, რომ მის შემქმნელს შეუძლია შეცვალოს კონტრაქტი ნებისმიერ დროს და თქვენ ამით დაკარგოთ თანხა. მოკლედ პასუხია Binance-ზე თუ არ არის განთავსებული აქტივი, თქვენ შეგიძლიათ სხვა ბირჟაზე შეიძინოთ. ესე იგი, აქ პასუხები არის რაღაცებზე, თუ გექნება დრო დაგჩენილი, რომ განიხილოთ, ფასი არის 0.0035-ზე, აქვთ სტეიკინგი 6 თვეში 12% APR რამდენად ღირს ინვესტირება. მე ზოგადად და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც სტეიკინგის პროცენტი მაყურებლის შეკითხვა იყო, რომ კონკრეტულ პროექტს გადავხედოთ და სტეიკინგის პროცენტი არის მაღალი და შესაბამისად რამდენად ღირს ინვესტირება, ეგრეთ წოდებული პირველი red flag-ი არის ჩემთვის ის, რომ ეს მაღალი პროცენტი საიდან მოდის, კი ცირკულაციაში ვუშვებთ და რამდენად ეწევა ცირკულაციაში ჩაშვება ამ ინტერეს პროდუქტთან მიმართებაში და სამწუხაროდ აი ახლა შევეცდები რომ ნახო, იმიტომ რომ მსგავსი სახელი შეიძლება სხვა პროდუქტიც იყოს და შეცდომაში არ მინდა რომ შეგიყვანოთ ხოლმე დაგჩენი ესე. ხო, მადლობა რომ ერთი არის და შეცდომაში არ შევალთ, ხო, სავარაუდოდ ამაზე არის საუბარი, რადგან ფასიც ემთხვევა. თქვენ ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემები არ ჩანს ნორმალურად. საკმაოდ დაღმასვლის ტრენდი აქვს ამ აქტივს, მე ამ აქტივს არ ვიყიდი, ეს არ არის რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა, მაგრამ მსგავს აქტივს, რომელიც რაღაც ფასამდე არ არის დაფიქსირებული და იკლებს მისი ფასი ესე და ფაქტობრივად არც ერთი ხელშესახები ფასი არ არის იმისთვის, რომ შევისყიდო ესეთი აქტივი, სამწუხაროდ მე მსგავს აქტივს არ ვიყიდი. ფინანსურ რჩევასაც ვერ მოგცემთ. ეხლა გადავხედოთ Facebook-ის კომენტარებს და შევეცდები აქაურ კომენტარებსაც უპასუხო და შემდგომ მოკლედ
ნელ-ნელა დაგემშვიდობებით. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარები ჩანაწერის გარდა ჩვენ ლაივის გარდა ჩვენ ჩანაწერშიც ხდება ხოლმე შეკითხვები და მათაც ვპასუხობთ. ევროკავშირის რეგულაციების ხილფშია და მგონი დავიწყდათ ინოვაციური სტარტაპის განვითარება. კი ბატონო, ლევან მართალი ხართ. ამ კუთხით მე გამიკვირდა swim rust solidity go ან Python რატომ არ არიჩეს რადგან ამენებს არც განვითარება აყლია არც დეველოპერები როგორც თვითონ თქვეს და როგორც განიხილავენ ეს უფრო უპრიანია მათთვის ეს მიდგომა და განვითარება უნდათ მსგავსი ობიექტზე ორიენტირებული პროტოკოლის და შესაბამისად ნახოთ კი არის ასე ვთქვათ ეს რისკი, თუმცა რა ფინანსებიც არსებობს ამ სისტემაში, ამ ფინანსების გათვალისწინებით შეიძლება ეს რისკი დაბალანსდეს და შესაბამისად შეუძლიათ რომ ახალი დეველოპერები დაიქირაონ და ამ ახალმა დეველოპერებმა რაიმე ინოვაციური დაბადონ. კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევეხებისთვის ფაქტობრივად თქვენ რო გადახედავთ ეკოსისტემას, მიხვდებით რომ პროდუქტების დეფიციტი არის. ძალიან ბევრი დეველოპერია, რომელიც ეძებს თუნდაც სამსახურს სხვადასხვა კრიპტო პროექტებში და ერთ-ერთი საინტერესო კრიპტო პროექტი თუ თქვენ რასთან გამოცდილება გქონიათ მსგავს საკითხებში მე ტექნიკურად ვერ ვეკრები, შეიძლება movies ენის გაცნობა თქვენთვის უფრო მარტივი იყოს და სხვათა შორის ბევრი პროექტის პრობლემაც სწორედ ეგ არის, რომ რაღაც კოდის პრობლემის შემდგომ ეს პროექტები იხურება და ამ კუთხითაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ჩვენც მოკლედ ყოველდღე არ ვართ ხოლმე სამწუხაროდ იყო პერიოდი, როდესაც ყოველდღე გქონდა გადაცემა Pocket Options რას ფიქრობთ, ღირს თუ არა ტრეიდინგი მალად პლატფორმაზე პლატფორმაზე ტრეიდინგს რაც შეეხება, ნახეთ, პლატფორმაზე ტრეიდინგი არის ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური. ხშირ შემთხვევაში ეს მართლა არ ვიცი რა არის, კიდევ ერთხელ ჩემთვის ნაცნობი ბირჟა არ არის და შესაბამისად მე არ ვივაჭრებდი ამ ბირჟას სავაჭროდ რამოდენიმე მიმართულებით ირჩევთ. პირველი რამდენად გეხმარებათ სწრაფად და აქვე მოკლედ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet და აი აქ სადღაც გამოჩნდება QR კოდი ან გადაცემის აღწერაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ BitNet-ის რეგისტრაციის ლინკი, სადაც კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით დარეგისტრირებით და ამით კრიპტობაზარსაც დაეხმარებით და საინტერესო სიურპრიზებიც გვექნება სამოვალოდ. იმის და მიხედვით აირჩევა ზოგადად ტრეიდერისთვის ბირჟა, რამდენად ხშირ შემთხვევაში ინტუიტიურია, რა პრობლემები შეიძლება გქონდეს, აი, როდესაც სწრაფად ხდება ბაზარზე თანხების შეტანა, გამოტანა ან ყიდვა-გაყიდვა ზოგიერთი ბირჟაზე ვაჭრობა ვერ ხერხდება, ეგრეთ წოდებული შეკვეთების წიგნი order book-ი არ მუშაობს გამართულად, რადგან გარკვეულ ფასთასხვაობებზე არ არის, გარკვეულ TKB-ზე ეგრეთ წოდებულზე არ არის განთავსებული ფასები, ანუ რა იგულისხმება ამაში, რომ პირობითად $1 შემდგომ ამ ბირჟაზე შეიძლება ეს აქტივი $102 გაყიდოთ და არა $105 და მსგავსი ნიუანსები, ეს გააჩნია პროდუქტსაც. ბევრი ადამიანი როგორც თქვი, მოკლედ და ადრე კრიპტობაშიც ახსენი თუ სიტყვაზე დეცენტრალიზებულ ბირჟების გამოყენება არ შეგიძლიათ, შეიძლება ნახოთ ისეთი exchange-ები, სადაც აი BitNet-ის მაგალითი განვიხილეთ ტრამპის და მელანიას ქონიზე, რომ სწრაფად ჰქონდათ ხელმისაწვდომის ამ Binance ექნებოდა და შესაბამისად იქ უფრო მარტივად, ანუ ესე ცალსახად რომ აი ამ კონკრეტულ ბირჟაზე ვაჭრობა გაიარა, გააჩნიათ რას ვაჭრობთ, გააჩნია რა სტილით ვაჭრობთ ერთი დღის განმავლობაში, ბევრჯერ თუ ზოგადად დიდი ხნის განმავლობაში, მოკლედ მაქსიმალურად ასე ვთქვათ თქვენს მოთხოვნებზე უნდა მოერგოთ ბირჟა, მაგრამ არც უნდა დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ბირჟებს სხვადასხვა ფასდაკლებები აქვთ ხოლმე, ვაუჩერები აქვთ ხოლმე, გათამაშებები აქვთ ხოლმე, ესეც ბევრი მომხმარებლისთვის ერთგვარი, ასე ვთქვათ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ტრეიდინგის პარალელურად ფაქტობრივად დაზოგონ თანხები. მოკლედ, გადაცემის და შევაჯამოთ და სანამ შევაჯამებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი კონტენტი, სადაც ახლა ამ კონტენტს უყურებთ,
ასევე გააზიაროთ და მნიშვნელოვანია გამოგვიწეროთ იმ პლატფორმებზე, რა პლატფორმებიდანაც ნახულობთ ამ პროდუქტს და დაგვიწეროთ კომენტარები, ჩვენ კომენტარებზე გიპასუხებთ და გავითვალისწინებთ მოკლედ შეიძლება ასე ვთქვათ ახალი პროექტებიც კომენტარებიდან გამომდინარე და ჩვენ კითხვარების გვაქვს ხოლმე ხშირად სადაც ლადო მსგავს შეკითხვებს სვამს პროდუქტებთან და ასე ვთქვათ სერვისებთან მიმართებაში, მოკლედ ამას ვითვალისწინებთ ჩვენ და ამის დამიხედვით თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე ჩვენ ასე ვთქვათ ვქმნით კონტენტს და პროდუქტს მით უმეტეს ახლა როდესაც ბაზარზე ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. მოკლედ, გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ თუ რა ხდებოდა ზოგადად ბაზარზე. პირველი ნაწილის ფარგლებში ასევე განვიხილე, მოკლედ, ძალიან მოკლედ არის სუი განხილული, ჩათვალეთ, სუის ამ თავს რა ხდება, რა პატარა გამოწვევები არსებობს ბლოკჩეინთან მიმართებაში. მეორე ნაწილში მეტნაკლებად შევეცადე, რომ მოკლედ სურათი მეჩვენებინა თქვენთვის თუ რა ხდება რამოდენიმე აქტივის თავს და მესამე ნაწილში მოკლედ მესამე ნაწილში მიმოვიხილე თქვენი შეკითხვები არ დაგავიწყდეთ მოკლედ ლინკზე შესვლა და რეგისტრაცია მე კი შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით